ჩვენი საუბარი დავასრულეთ იანის ახარების სიტყვით, რომელიც გვაუწყებს ლოგოსის, სიტყვის და ნათელის ურთიერთმიმართებას. რომ ამ სიტყვაში ნათელი წარმოდგება როგორც ლოგოსის ან სიტყვის თვისება ან ფუნქცია. რადგან თქვა მე რომ და სიტყვა იგი იყო ნათელი კაცთა და ნათელი ბნელსაშენ ჩანს და ბნელი მას ვერ ეწია. მაგრამ რომ ლოგოსი ნათელი ეს სინონიმებია, ამას შემდგომ იანე მახარებელი გაუწყებს სიტყვით, რომ იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად. როგორც დასაწყისში იანე ღვთისმეტყველი ამბობს, პირველიდან იყო სიტყვა, ეხლა იგივე ამბობს ნათელზე, იყო ნათელი ჭეშმარიტი. და როგორც ჩვენ ზემოთ უკვე აღნიშნეთ, რომ პირველიდან იყო სიტყვა, გვაუწყებს ლოგოსის, ღმერთის მარად ყოფიერებას, ასევე ამ ჭეშმარიტი ნათელის მარად ყოფიერების მაუწყებელი არის ეს სიტყვა იყო ნათელი ჭეშმარიტი. მაგრამ ლოგოსის შესახებ ნათქვამია, რომ მის მიერ ყოველი შეიქმნა და მის გარეშე არაფერი არ შექმნილა. იგივეს იმეორებს მახარებელი ნათელთან მიმართებაში და ამბობს, რომ სოფელსაშინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა. სიტყვით შეიქმნა და იმ ნათელით შეიქმნა და პირველი მოქმედება სიტყვისა იყო იქმენი ნათელი, როგორც ძველი აღთქმის წიგნი გვაუწყებს და ამით განცხადდა, რომ ის რომ უფალი ღმერთი ერთად ამოდროს არის სიტყვა, ლოგოსი მომაწესრიგებელი, ბრძანებლური, გამგებელი და შემოქმედი ქვეყნისა და ასევე ამავე დროს იგი არის ნათელი, რომელიც განანათლებს ყოველს ამ ქვეყანაზე და ნათელყოფს თავებრივ ბუნებას, მის შემოქმედებით ძალას, მის ხოვსყოფელობას, მის ქმნილებებში გვიცხადებს. ამიტომაც ნათქვამია, რომ იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად. განათლება ყოველ ადამიანისა სამგვარია. არის ნათელი ხელთუქმნელი, ღვთაებრივი ნათელი. არის ნათელი ქმნილი ღვთის მიერ, ეს ხილული ნათელი და არის ნათელი გონებისმიერი, რომელიც ადამიანს მოენიჭა როგორც ღვთის ხატად შექმნილს, რათა ამ გონების ნათელით ხილული ან ქმნილი ნათელის საშუალებით შეიცნოს ნათელი უქმნელი და უხილავი და მიუწნობელი ღვთაებრივი ნათელი. შეიცნოს ჭეშმარიტება. ეს ურთიერთმიმართება ნათელის განცხადებულია ამ სიტყვაში, რომ ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცს, მომავალსა სოფლად. თავად გონება და უნარი შემეცნების ადამიანს ღვთისაგან აქვს მოცემული.
რადგან ღვთისხატად შეექმნა ღმერთმა კაცი და მისცა მას ურთხევა, რათა ყოველი ქმნილება შეეცნო და ეწოდებინა მისთვის სახელი. ანუ შეეცნო მისი არსი და ადეკვატური სიტყვით გამოეხატა ეს არსი. ამის შემდეგ მახარებელი გვაუწყეს, რომ ეს ნათელი სოფელსაშინა იყო და სოფელმან იგი ვერ იცნა. ჭეშმარიტი ნათელი სოფელსაშინა იყო. რა სახით იქნებოდა ეს ნათელი? თუ კი ის ადამიანის გონებისათვის უხილავი და მიუწვდომელია, მაშინ რა სახით განცხადდა ეს ნათელი კაცთა შორის? ეს ყოველისა ღვთის სიტყვით, წმინდა წერილით. ღვთის სიტყვით, რომელიც მიმართული იყო მორწმუნე ადამიანის მიმართ და რომელიც წმინდა გარდამოცემით თაობიდან თაობამდე გადაეცემოდა ადამიდან მალილეელს, მალილეიდან ნოეს, ლამექს, ლამექიდან ნოეს და ნოედან მის შვილებს და ასე ეს წმინდა გარდამოცემა დღემდე ავსებს ქვეყანას ჭეშმარიტი ცოდნით. მაგრამ მოედროს ეს გარდამოცემა აისახა და აღიბეჭდა წმინდა წერილში, ღვთის ჯულში, ღვთის მცნებებში. ამ სახით, მორწმუნეთა შორის განცხადებით, მათ შორის გარდამოცემით და წმინდა წერილით და ჯულით და მცნებით ეს ნათელი არის სოფელსაშინა. მაგრამ სოფელმა იგი ვერ იცნაო. რას უნდა გულისხმობდეს ეს სიტყვა, თუ კი ვიცით, რომ ჯული მიიღეს, წერილი იყო, გარდამოცემა არსებობდა. იგი აქ მახარებელი კიდევ ერთხელ გულისხმობს, რომ ეს ნათელი იგივე ლოგოსი ქვეყანაზე განცხადდა და აი განცხადებულად მოსული ამ ქვეყანაზე სიტყვა ღვთისა და ეს ნათელი ღვთისა ადამიანმა ვერ იცნესო. და რომ ესასია შემდგომი სიტყვა მახარებელსა გვარწმუნებს. თვისთათან ამოვიდა და თვისთა იგი არა შეიწნარეს. აი ეს თვისნი, ეს არის ის მორწმუნე ერი, გამორჩეული, იმიტომ რომ მან მიიღო რწმენა, მიიღო ჯული, ცნებები და ცხოვრების კანონად მიიღო და არა ყურად იყო და აღარ შეასრულა. ეს ცხოვრების წესად იქცა მათთვის ეს ჯული. ამიტომაც უფალი უწოდებს, რომ ეს არის ერი ჩემი და ამ ერთან მოვიდა უფალი და თვისთა იგი არა შეიწყნარესო. ჩვენ ვიცით, რა შემდგომარეობდა ეს არ შეწყნარება, რომ ქრისტეში ხედავდნენ ადამიანს და მხოლოდ ადამიანს, მაგრამ მის მოქმედებაში ყველა კეთილი საქმე ის მიერ აღსრულებული იწევდა შურის გზნობას და შურის გზნობიდან იბადებოდა სიძულვილი, მტრობა, რომელიც დასრულდა ჯვარცმით და სიკვდილით. მაგრამ ამიტომ მახარებელი ამბობს, რომ არა ყველამ კი არ შეიწნარა, არამედ რაოდენთა იგი შეიწნარეს მოსცა მათ ხელმწიფება შვილღვთისა ყოფათ, რომთა სწამთ სახელი მისი. იგი აქედან ჩანს, რომ მხოლოდ გარკვეულ ნაწილმა არ მიიღო და ნაწილმა მიიღო ეს ნათელი. და ვინც მიიღო, ვინც ირწმუნა მისი სიტყვა,
და მისი სახელი ისის წმინდა იქცა და უფლის სახელი გახდა, მათ მისცა ხელმწიფება, რომ ღვთისშვილებად იწოდებოდნენ. ანუ ღმერთმა ადამიანი იშვილა. და ეს შვილად ყოფა ადამიანისა ღმერთთან. ვიტყვით, რომ დასაბამისგან იყო, რადგან ღვთისხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი. და უკვე მაშინვე იყო შვილი ღვთისა, როგორც ღვთისქმნილება და აღმატებული ქმნილება. მაგრამ ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანმა დაკარგა ეს შვილის წოდება. ის ემსგავსა იმ უძღებ შვილს, რომელიც შორეულ და უცხო ქვეყანაში წავიდა. ანუ ღმერთს დაშორდა და დამძიმდა წოდებით. ხოლო მიუხედავად ამ დაცემისა, ვინც დაძლია ამ წინააღმდეგობას, ამ დაპირისპირებას უფლისადმი და შეძლო აღიარება ცხადად მოსული უფლისა ქვეყანაზე, აი სწორედ ეს ადამიანები იწოდნენ ლავ ღვთისშვილებად, ანუ ესენი არიან, ვინც სწორედ ის ბნელი, რომელიც მოიცვა სოფელი, დაძლია და მასთან მოსულ უფალთან მივიდა და უფლის მიერ მათ შორის კავშირი აღდგა. ამბობს მახარებელი, ისინი ვინც ეს ღირსება ღვთისშვილად წოდებისა მიიღო, მათი შობა ან დაბადება, ეს სულიერი დაბადებაა, არა სისხლით, ანუ ეთნიკური ნიშნით არ ხდება, არა რაიმე ხორცელი აღდრით, ანუ ენთუზიაზმით თუ აღტკინებით ადამიანის თუ მისი ეიფორიით, არც ნებითა მამაკაცის აითა, არც სქესობრივი გზით ეს არ გადაეცემა, ღვთისება, არამედ ეს არის სულიერი შობა, ღვთისაგან შობა, ღვთისაგან გამორჩევა, რომ დაბადებამდე უკვე უფალი ცნობს, ვინ იქნება ვინ. და შესაბამისად უკვე ეს მრჩევლება ან გამორჩევა ადამიანისა ემყარება თვითონ იმ ადამიანის თვისებებს, მის არჩევანს, თავისუფალნების არჩევანს. ასე წერილი ამბობს იაკობზე და ესავზე, რომელიც ერთი მშობლისაგან დაიბადნენ, ტყუპები იყვნენ და წინასამეტყველი ამბობს, რომ უფალმა ბრძანა, რომ იაკობი შევიყვარე და ესავი მოვიძულე. უფალს ყველა უყვარს, მაგრამ უფალი ჭრեց თითოეული ადამიანის თავისუფალ ნებას, ვინ რას აირჩევს და უფალმა დაბადებამდე განჭვრიტა, რომ ესავი იქნებოდა ამ ქვეყნიური სიამოვნების სიმდიდრის მოყვარული, პირველობის მოყვარული ადამიანი, ხოლო იაკობი პირველ ადგილზე დააყენებდა ღვთისადმი ერთგულებას და ღვთის კურთხევით ცხოვრებას. და აი ეს უპირატესობა იაკობის ესავთან მიმართებაში გამოჩნდა. ასევე ვიტყვით მორწმუნეებზე. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ მათი გამორჩევა ღვთის მიერ სულიერი მათი შობა ხდება იმ მათი შინაგანი არჩევანით, რომელსაც ისინი თავისუფალნებით აკეთებენ. და ასეთ ამიტომ ივანე მახარებელი ხას უსვამს, რომ რომელი არა სისთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა, არცა ნებითა მამაკაცისაითა, არამედ ღვთისაგან იშნეს. და ბოლოს მახარებელი გვაუწყებს, რომ სიტყვა იგი ხორცელად იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება იმისი. დიდება ვითარც ხოვლშობილისა მამისა მიერ სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. უკვე რომ არავის არ ქონდეს ეჭვი იმაში, რომ
როგორ რასახით მოვიდა ლოგოსი ან სიტყვა რასახით განცხადა ქვეყანაზე ცხადად ამბობს რომ სიტყვა იგი ხორცილ იქნა ანუ ხორცი შეისხნა სულისა და წმინდისა და მარიამის ქალწულისა და განკაცნა ეს უდიდესი საიდუმლო გვეუწყა ჩვენ თვით უფლისაგან და დამოწმებულია მოციქულთა სიტყვით. იოანე მახარებლის, პავლე მოციქულის, პეტრე მოციქულის და სხვა მოციქულების მიერ, რომ ეს სიტყვა ლოგოსი ხორციელ იქნა. პავლე მოციქული გახსოვთ, რომ ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომ ღმერთი ხორცით მოვიდა, ხორციელად მოვიდა ქვეყანაზე. უფალმა კაცური ბუნება იტვირთა თავის თავზე და ამდენად ამ საიდუმლომ და ღვთის ამ განგებულებამ დაუდო დასაბამი ადამიანის გამოხსნისა რომ ღმერთმა კაცური ბუნება ღვთაებრივთან შეერთა და ამით ადამიანი დაცემული და განშორებული ღვთისაგან ისევ ძის მიერ აღადგინა და დააბრუნა უფალთან ერთობაში და ამას მახარებელი შემდეგი სიტყვით გაუწყებს რომ დაიმკვიდრეთ ჩვენ შორის და ვიხილე დიდება იმისი ანუ ვინც რწმენით მიიღო და იწმუნა რომ სწორედ თაებრივი ძალა მოქმედებს აქ როგორც ნიკოდიმოსი აღებს რომ ვერვინ შეძლებს იმ სასწაულის აღსრულებას რომელიც შენახდნენ თუ ღმერთი არ იქნება მასთან თუმცა ამ დროს ნიკოდიმოსი მაინც ვერ აღიარებს მას განხორციელ ღმერთად მაგრამ იმას ხვდება რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა ეს სასწაული რომელსაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ასრულებდა ქვეყანაზე და აი ეს განცხადებული დიდება ღვთის ამ სასწაულებში სწორედ კიდევ ერთი არის წყარო რწმენისა და ამიტომ დასწრეს რომ სავსე მადლითა ჭეშმარიტებითა და შემდეგ ამბობს რომ სავსებისგან მისცა ჩვენ ყოველთა მოვიღეთ მადლისა წილ ანუ არის მადლი ღვთისაგან ასე მოგეთ საებრივი ენერგია რომელიც უნდას ადამიანის ხსნისა და ცხონებისათვის მაგრამ მადლისა წილ მადლისა წილ რომ თვითონ ადამიანის ლტოლვა ღვთისაკენ ძიება ეს თავისებური მადლია იმიტომ რომ ყველა არ ეძებს უფალს ყველა არ ცდილობს რომ შეიცნოს უფალი ეს არის სწორედ ადამიანის თავისუფალი ნების არჩევანი და აი ამ მადლის წილ მადლი მიიღო ანუ ვინც ეძებდა მან იპოვა ვინც ელოდა მასთან მოვიდა უფალი ვინც ირწმუნა ის გახდა მისი შვილი და ღმერთი გახდა მისთვის მამა ხოლო რათა არ გაიგივდეს ძველი აღთქმის მორწმუნე ერის ცხოვრება ახალი აღთქმის ერთან მახარებელი განასხვავებს რომ ჯული მოსესგან მოეცა ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტეს იესოს მიერ იქნა აი აქ არის განსხვავება აღნიშნული ძველ აღთქმას და ახალ აღთქმას შორის რომ იქ იყო ჯული უპირატესობდა და ჯული იყო მომამზადებელი უფლის მოსვლისათვის მაგრამ ამ დროს ჯული იყო მამხილებელი ადამიანის მდგომარეობისა რომ ჯულითო ვერავინ ვერ გამართლდა იმიტომ რომ არ არსებობს კაცი რომ იცხოვროს ქვეყანაზე და არ შესწოდოს ანუ ჯულის მიხედვით რაღაც არ დაარღვიოს აიტომ ჯულით ცხონება არ მოხდებოდა ჯულით მხოლოდ ხდებოდა როგორც სარკეში ადამიანის მიერ საკუთარი თავის დანახვა ამ მდგომარეობაშია და გახსოვთ როდესაც უფალმა
მასთან მოყვანილ ცოდვილ დედაკაცის განსჯასთან დაკავშირებით ერთს მიმართა, ვინც უცოდველია, პირველმა მან ესოლოს ქვა და ყველამ დაყარა ქვა, აი რადგანაც ჯულის მიხედვით ყველა ხვდებოდა, რომ ის რაღაცით მაინც ცოდავდა ღვთის წინაშე. მაგრამ გამოხსნა მადლით და ჭეშმარიტებით მოხსნა. ამიტომაც დასწინს, რომ მოსესგან მიეცეს ჯული, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტეს იესოს მიერ იქნა. აი ეს მადლი გამაერთებინებელი ერთის მხრივ ღვთის ნებისა, რომელიც უნდას ადამიანის გადარჩენისათვის და მეორე მხრივ ადამიანის თავისუფალი ნების, რომელიც ეძიებს თავის შემოქმედს და ილტვის მისკენ. აი ეს სინერგია ამ ორი ნებისა არის ის მადლი და ჭეშმარიტება, რომელიც არის საწინდარი ჩვენი ხსნისა. და ეს ერთობა თაებრივი და კაცური ბუნების ქრისტეში გახდა საწინდარი ჩვენი ცხონებისა, რომ ქრისტეს მიერ მოხდა გამოხსნა კაცური ბუნების. აი ამ უდიდეს საიდუმლოს ღმერთის და ადამიანის ურთიერთობის საუკუნის მანძილზე გვაუწევს მახარებელი და დღეს მინდა ამით დავასრულოთ ჩვენი სიტყვა და შემდგომში ჩვენ უკვე გადავალთ უშუალოდ საკითხზე, თუ როგორ იქცა სიტყვა ხორციელ ქვეყანაზე, როგორ იშვა უფალი ამ ქვეყანაზე. ამინ. Savis